დიდხანს ვფიქრობდი ამ ვიდეოს ჩაწერაზე და გადავწყვიტე, რომ ახლა ჩამეწერა. პროექტი კოდი მე-7 წელია, რაც არსებობს და ამ არხს ვაკეთებ ყოველგვარი წვეთის გარეშე, სტაბილურად, უანგაროდ. იცით, რომ არხს სამწუხაროდ არ ყოლია და პრინციპში არც ახლა ყავს სპონსორი. არც რაიმე ფორმით ყავს დონორი, თუნდაც ტექნიკურ მატერიალური საშუალებებით დამხმარე. ყველაფერი რაც გაკეთებულა და ხედავთ, რომ წლიდან წლამდე ვცდილობ შევცვალო, გავაუმჯობესო ბევრი რამ, მხოლოდ ჩემი პირადი სახსრებითა და ენთუზიაზმით ხდებოდა ეს ყველაფერი. თუმცა ყველაფერს აქვს ლიმიტი და ეს დღეც დადგა, როდესაც ჩემი ფინანსური შესაძლებლობით უბრალოდ ვეღარ ვახერხებ უკვე ამორტიზებული და მოძველებული აპარატურის ახლის ჩანაცვლებას. აი ერთ მაგალითი რომ გითხრათ, სრულიად გულწრფელად კომპიუტერი, რომელიც ამ პროექტისთვის 7 წლის წინ ავაწყვე, ხუმრობით ვიტყვი, ხელოვნურ სუნთქვაზეა. გადავსებულია ყველა მახსოვრობის ბარათი. რადგან ვიდეო ფაილებთან ვმუშაობ, ეს დიდ ტევადობას მოითხოვს და უბრალოდ ვეღარაფერს ვატევ ამ მყარ დისკებზე. წასაშლელადაც მენანება პრინციპში ნამუშევრები თუ მათი RAW ფაილები, შავი მასალები, ასე ვთქვათ. ასეთი ბევრი დეტალია, რაც ისედაც შემოსავლების გარეშე მყოფ პროექტზე მუშაობის ენთუზიაზმს სულ მინადგურებს. წარმოიდგინეთ, რომ აი მარტო აკეთებდე ასეთ ვიდეო ეპიზოდებს და ტექნიკა გიჭედავდეს. ყოველი ვიდეოს აწყობა მართლა ყველაფერთან ერთად ნერვების ფასადაც ჯდება. იმ ფონზე რომ ირგვლივ უამრავი გაჭირვებულია და ბავშვები, დიდები, რომლებიც ძიმე დაავადებებს ებრძვიან და უდიდესი ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ. მე მიწევს დახმარების თხოვნა თქვენთვის, ჩემი ერთგული გამომწერებისა და მაყურებლებისთვის. მერწმუნდეთ ძალიან უხერხულია ჩემთვის და გულწრფელად განვიცდი. თუმცა მე არ გთხოვთ დახმარებას ჩემი პირადი მიზნებისთვის ან საჭმლისა და არსებობისთვის. ეს დახმარება ესაჭიროება იმ პროექტს, რომელსაც აგერ უკვე მრავალი წელია თვალს ადევნებთ. იმისთვის, რომ კოდი გაგრძელდეს და ხარისხიც გაუმჯობესდეს, მაყურებელს გთხოვთ და გაძლევთ აქვე შესაძლებლობას თქვენი ლიმიტების ფარგლებში, რა თქმა უნდა, გაწიოთ ფინანსური ან მატერიალურ-ტექნიკური დონორობა და ამ შესაძლებლობის ფანჯარას ყოველწლიურად წელიწადში ერთხელ ახალი სეზონის წინ მოგცემთ მომავალშიც. საბანკო რეკვიზიტებს კომენტარებში მივუთითებ, გამჭვირვალობისთვის კი ვაპირებ, რომ როდესაც გარკვეული თანხა შეგროვდება, ჩავწერო საგანგებო სამადლობელი ბლოგი, სადაც დეტალურად გიჩვენებთ შემოსავლის მოცულობას და იმასაც, თუ რაში დავხარჯავ ამ თანხას. სულ რომ 1 ლარი იყოს, ის 1 ლარიც ამ პროექტს მოხმარდება. ამის პირობას ვდებ. რადგანაც ასე ღიად და პირდაპირ მოგმართავთ, მაგრამ ერთ საკითხზეც ვიტყვი და ეს არის გამოწერები. ბევრი იუთუბერის მსგავსად, ჩემს არხსაც აქვს ასეთი მდგომარეობა, რომ რეგულარული მაყურებლის 65% უბრალოდ ისე უყურებს, რომ არ იწერს. ძალიან გთხოვთ, თუ მაინც უყურებ ამ არხს, წამი დაგჭირდება, რომ გამოიწერო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტისთვის. ამას გარდა, განვიხილავ თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმას და ღია ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის. გთხოვთ, რომ დამეხმაროთ ამ სამეცნიერო შემეცნებითი პროექტის გადარჩენაში, რასაც მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საზოგადოების მრავალმხრივ განვითარებასა და ერუდიციაში. ვიდეოს ბოლოს კი წინასწარ გადაგიხდით დიდ მადლობას თქვენს მიერ გამოხატული გამომხნევებელი კომენტარებისთვის, თუ იმ თითო ლარისთვის, რომელსაც კოდის გადარჩენისა და განვითარებისთვის გაიღებთ. გპირდებით, რომ ამას იგრძნობთ ეპიზოდების ხარისხსა და ჩემს ენთუზიაზმში. მადლობა და დროებით.